გრძელდება რედნეკების სერია, ოღონდ ამ შემთხვევაში ეხლა ჩვენ თვითონ ხვდებით კეთილი რედნეკი კონკრეტულად. აი ეს ფრთა და ბლოუერი, ორივეს გამოცვლა მოგვიწია, ვერ ვიშოვეთ, იმიტომ რომ ეს ძველი იუნიტია, replacement-ი. აი ასე ვერ დავაგებთ. ეს არის სწორად. ეხლა დავაგებთ პირიქით. და ნახავთ ეს თუ იმუშავებს. აი ეს იარაღი რაც გუშინ გამოვიყენეთ. დღეს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ. ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ვაკეთებთ. ნუ ეს კარგად გადაუჭირე. და ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ ამას ვაკეთებთ სწორად, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ფრთა ვერ ვნახეთ ისეთი, რომელსაც ზემოთ ექნებოდა. თორე ეს ფრთა ეხლა რო დაუბერავს, აიღებს ჰაერს და ისვრის ზემოთ, რაც კარგია, ჩვეულებრივად იმუშავებს. და ვნახოთ ეხლა მოძრაობაში თუ ეგრე არის, როგორც ფიქრობთ. ეს მინიმუმ 2 ბოლტით მაინც უნდა დავამაგროთ. იმისათვის რომ არ ჩავარდეს თვითონ მოძრაობის დროს ეს აი აქ არის დაჭერილი, დამჭერები აქ არის. შეხებით არაფერს არ ეხება. ეხლა დავტესტოთ. დატრიალდა აი ამ მიმართულებით, საათის საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც ზუსტად საათის საწინააღმდეგო მიმართულებით გვინდოდა ამის დატრიალება. არემ ეს ორიც დაუჭიროთ. ეხლა ჩავთავთ და ვნახავთ. ველოდებით ჩართვას უნდა დატრიალდეს საათის საწინააღმდეგო მიმართულებით, იმისათვის რომ ჰაერი ამოისროლოს ზემოთ. ეს არის 825 RPM-ი, 825 RPM-ი. იმიტომ რომ აქ ეგო ორიანი ფრთა ჩვენ დავაგეთ სამიანი და სიჩქარე დავაგდეთ, იმიტომ რომ სამიანი უფრო მეტ ჰაერს ისვრის ვიდრე ორიანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის. როცა 1075 ქონდა სიჩქარე, მაგრამ 2 ცალი ფრთა ქონდა, აი 1-2 ასე, მხოლოდ 2 ცალი. რასაც ის ისროდა, ეხლა სამიანი ფრთა დავაგეთ და ეს სამიანი ფრთა გაცილებით მეტ ჰაერს ამოძრავებს და გაცილებით მეტი ჰაერის მოძრაობა მოტორს გადაღლის, ანუ გადაახურებს. ამიტომ დავაგეთ დაბალი სიჩქარე, რომ ნაკლები ჰაერი ამოძრაოს. მოცულობა იგივე იქნება ფაქტიურად, მაგრამ აქ რო ეხა 1075 დაგვეყენებია, ძალიან ბევრ ჰაერს ამოიტანდა. ჩვეულებრივად მუშაობს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ კეთილი რედნეკები, ასე ვთქვათ, გავაკეთეთ, არაფერი არ გაგვიკუჭებია. პირიქით გადავარჩინეთ და იმუშავებს კიდე ალბათ მინიმუმ რამოდენიმე წელი.